ვაგრძელებთ Excel-ის გაკვეთილებს, ამ გაკვეთილში განვიხილოთ ცხრილთან მუშაობას. დავიწყოთ იმით, თუ როგორ ხდება უჯრედებში გადაადგილება. ამისათვის მაუსის მიმტკიველი მოვათავსოთ იმ უჯრაზე, რომელზეც გსურს გადასვლა. და დავაწყაპოთ მარცხენა ღილაკზე. ან კლავიატურის კლავიშებით, რომელზეც ასახულია ისრები. როდესაც გადავდივართ რომელიმე უჯრაზე, ხდება ამ უჯრის მონიშნვა, ანუ გააქტიურება და ჩვენს მიერ შესრულებული ყველა მოქმედება შესრულდება ამ მონიშნულ უჯრაზე. ყველა უჯრას Excel-ში აქვს თავისი მისამართი, რომელიც აისახება მისამართის ველში. ანუ ამ უჯრის მისამართი არის D11. და რას ნიშნავს D11? ანუ D სვეტისა და მე-11 ტრიქონის გადაკვეთაზე მოთავსებული უჯრა. B სვეტისა და მე-6 ტრიქონის გადაკვეთაზე მოთავსებული უჯრა. შესაბამისად, რომელ უჯრასაც ვნიშნავთ, იწერება იმ უჯრის მისამართი. როგორ ხდება ცხრილში გადაადგილება? სკროლის ზოლების ზემოდან და ქვემოდან არის მოთავსებული ისრები. ზედა ის არის შეგვიძლია ზემოთ ასვლა, ქვედა ის არის შეგვიძლია ქვემოთ ჩამოსვლა. ამისათვის მიმტკიველი დავაყენოთ ამ ისრზე და დავაწყობთ. ყოველი დაწყაფება ერთი სვლით ჩამოვა ქვემოთ. ან იგივენაირად ავა ზემოთ. თუ კი დავაჭირთ და არ აუშვებთ, ამ შემთხვევაში ავტომატურად აიწევა ზემოთ. იგივენაირად შეგვიძლია მარჯვნივ გადაადგილება და მარცხნივ გადაადგილება. და შემდეგ, როგორ ხდება რამოდენიმე უჯრის მონიშნა? სვეტის მონიშნა ან ტრიქონის მონიშნა. რამოდენიმე უჯრის მოსანიშნად მაუსის მიმტკიველი მოვათავსოთ იმ უჯრაზე, რომლიდანაც გსურს მონიშნის დაწყება. დავაჭიროთ მაუსის მარცხენა ღილაკს არ აუშვათ და მაუსის გადაადგილებით მოვნიშნოთ ჩვენთვის სასურველი რაოდენობის უჯრა. აუშვათ. როგორც ხედავთ, მონიშნული უჯრები გამოიყო ფერით, ანუ მიიღო ცისფერი ფერი. და გარედან შემოყვა მუქი ჩარჩო. პირველმა უჯრამ, რომლიდანაც დავიწყეთ მონიშნა, არ შეიცვალა ფერი. ამით პროგრამა მიგვანიშნებს იმ უჯრაზე, რომლიდანაც დაიწყო მონიშნა. თუ კი მონიშნის გაუქმება გსურს, ანუ გათიშვა, ამ შემთხვევაში მიმტკიველი დავაყენოთ სადმე ცხრილში და დავაწყაპოთ მაუსის მარცხენა ღილაკზე. სვეტის მოსანიშნად მიმტკიველი დავაყენოთ სვეტის სათაურზე, რა თქმა უნდა იმ სვეტის სათაურზე, რომლის მონიშნაც გსურს და დავაწყაპოთ. როგორც ხედავთ, ეს სვეტი მოინიშნა თავიდან ბოლომდე. შესაბამისად, რომლის მონიშნაც დავჭირდება ვაწყაპებთ იმ სვეტის სათაურს. რამოდენიმე სვეტის მოსანიშნად დავაჭიროთ სვეტის სათაურზე არ აუშვათ და მაუსის გადაადგილებით მოვნიშნოთ რამოდენიმე სვეტი. მონიშნის გაუქმება შეგვიძლია იგივენაირად. ვაწყაპებთ სადმე და მონიშნაც გაუქმდება. იგივენაირად მოხდება ტრიქონების მონიშნაც. ერთი ტრიქონის მოსანიშნად ვაწყაპებთ ტრიქონის ნომერზე, ხოლო რამოდენიმე ტრიქონის მოსანიშნად დავაჭიროთ, არ აუშვათ და მოვნიშნოთ სასურველი რაოდენობის ტრიქონი. ამით გაკვეთილი დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე.